რამდენიმე საათის წინ მე მოვაწერე ხელი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, სადაც ჩვენ შევაფასეთ ის დოკუმენტი, რაც პირველმა ინსტანციის სასამართლომ მიიღო და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საპილოტ სასამართლოსთვის მიგვემართა, რომ მან უკეთესად შეისწავლოს, უკეთესად ნახოს ის მტკიცებულებები, რა მტკიცებულების საფუძველზეც იქნა მიღებული პატიმრობის გადაწყვეტილება. საქმე იმაში არის, რომ პატიმრობა არის თვითონ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა და პატიმრობამდე სხვა ბევრი აღკვეთი ღონისძიების საშუალებას ითვალისწინებს კანონი, მათ შორის გირაოს, მათ შორის თავდებობას და ასე შემდეგ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქნა შეთავაზებული საკმაოდ მაღალი გირაო, მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა. მე ნამდვილად არ შევიჭრები და არ ვაპირებ თვითონ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე საუბარს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის სტანდარტი, რომელიც ამ თვალსაზრისით სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს და შეაფასოს მტკიცებულები, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, ეს მტკიცებულები არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ სწორედ პატიმრობა იქნას გამოყენებული და სხვა არც ერთი ღონისძიება არ არის დამზღვევი მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების, ეს უფრო უკეთესად შეისწავლოს და ამაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. მე მიმაჩნია, რომ მიდგომა ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს ჟურნალისტთან, ქალჟურნალისტთან, რომელიც საკმაოდ ცნობილი ადამიანი არის საზოგადოებისთვის, სასამართლომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იმ მტკიცებულებების სტანდარტს, რომელიცაც მას პროკურატურა წარუდგენს. პრაქტიკული ინსტიტუტის მხრიდან აი ამ პრაქტიკის გამოყენება როგორ იყო გამდნად გაუთვალისწინებია ხოლმე მეგობრის მოსაზრება სასამართლოს? განსხვავებული, რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ითვალისწინებენ ჩვენს მოსაზრებებს და ჩემს მიმართვას, არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო თავის აზრზე რჩება და ჩვენ ამ შემთხვევაში განსხვავებული აზრი გვაქვს. მაგრამ ეს არ არის ახლა ერთ-ერთი ვთქვათ რიგითი საქმე, ხო, ეს საკმაოდ გახმაურებული საქმეა, ეხება ჟურნალისტს და ამიტომ მეტი ყურადღება არის მისაქცევი ასეთი საქმის მიმართ. თან არ დაგვავიწყდეს თვითონ მუხლი დისპოზიცია, რის საფუძველზეც არის ქალბატონი მზია დაკავებული 353 პრიმა მუხლი, რომელიც არის საკმაოდ მძიმე იმ ქმედებისთვის, რასაც ის დანაშაულად აცხადებს. აი მაგალითისთვის გეტყვით 3-დან 4-დან 7 წლამდე არის როგორც მახსოვს სასჯელი გათვალისწინებული ქმედებისთვის პოლიციელზე თავდასხმა, მაგრამ თავდასხმა, ხო, ახლა თავდასხმა თვითონ სიტყვას ჟღერს ძალიან მკაფიოდ, მაგრამ ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს ერთი საკითხი არის და აქვე ვიტყვი, რომ მე არ ვამართლებ არც პოლიციელზე ხელის გარტყმას და არც რაიმე ტიპის ძალადობას, ეს დაუშვებელია, მაგრამ როდესაც ანალოგიური სასჯელი არის გათვალისწინებული ყაჩაღობისთვის, სასჯელი არის გათვალისწინებული სხვისი პირადი ცხოვრების ინფორმაციის გავრცელებისთვის, ანალოგიური სასჯელი არის გათვალისწინებული სხვისი ადამიანის დამცირებისთვის და არადამიანური მოპყრობისთვის. აი ასეთ პირობებში საკმაოდ მძიმე სასჯელია, ხო, 4-დან 7 წელი, მინიმალური სასჯელი 4 წელი. ასეთ პირობებში და ისიც გავიხსენოთ, ხო, ეს ნორმა როდის იქნა შემოღებული. და ეს მისი, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლების დროს მისი შემოღება დაემთხვა 26 მაისის აქციებს. შემდგომ პერიოდს, როდესაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ გაემკაცრებინათ ასეთი ქმედება. აი ეს მთლიანი კონტექსტი არის გასათვალისწინებელი ჩემი აზრით და სწორედ ამაზე დაყრდნობით, ჩემ შინაგან რწმენას გეუბნებით, თორემ ჩვენ სამართლებრივი დასაბუთება ცალკე, რა თქმა უნდა, გავგზავნეთ და ავწერეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ და იმ მაღალი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ტემპერატურის, იმ პოლარიზაციის, იმ დაპირისპირებისა საზოგადოებაში არსებობს, ვფიქრობ, რომ სასამართლოს მიდგომა, რომ იყოს უფრო რბილი, ეს ამ პროცესებს მხოლოდ წაადგებოდა.